Сегодня мы будем говорить на заключительную из 5 тем, которые мы выбрали для этого последнего времени. და ხუთი თემა გვაქვს განსახილველი გვქონდა და ბოლო თემას მიმართავთ დღეს. Я назвал это 5 христианских добродетелей. და კეთილის გება დავარქვი, ხო, ალბათ ხუთი ქრისტიანული კეთილის გება. Да, ну или твисеба, да. И сегодня мы говорим о завершающей из них. და დღეს აი ბოლო შემაჯამებელ საკითხზე ვისაუბრებთ. Эта тема очень важная для нас. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. Знаете, когда сейчас мы молились, готовились, и я думал об этом, мне такое сравнение пришло, я почему-то пришло на сердце сказать вам об этом. და დღეს ვემზადებოდი ამ სიტყვისთვის და ესეთი შედარება მომივიდა გონებაში და მინდა რომ გაგიზიარო. Мы, христиане, не занимаемся саморазвитием. ჩვენ ქრისტიანები, ჩვენ დაკავებულები ვართ არ ვართ დაკავებულები თვითგანვითარებით. Вот вы знаете, есть много религий, особенно на Востоке, где люди занимаются самосовершенствованием, просветлением себя. და უამრავი აღმოსავლური რელიგია მიმართავს ხოლმე თვით სრულყოფას მიმართავენ. Я слышал о человеке, который 6 лет сидел лицом к стене, и потом наступило просветление. გასხივოსნებისკენ ისწრაფვიან ერთი ისტორია ვიცი რომ ადამიანი იჯდა კედელს უმზერდა ეს 6 წელი და მერე მოვიდა გასხივოსნება. И у меня всегда был вопрос, а кто в это время кормил его жену, детей, откуда они брали деньги, чтобы жить, потому что он был женатый человек. მე კი ასეთი კითხვა მიჩნდება რომ აი ამ 6 წლიანი გასხივოსნების პროცესში ვინ ყვებავდა მის ოჯახს, მის შვილებს, ვინ ეხმარებოდა მეუღლეს. Состояние брахмана, какого-то почета, уважения в обществе. მაგრამ ბრахმანის ეტაპამ უნდა მას მისვლა რაღაც კონკრეტული დიდება უნდა და მოეპოვებინა საზოგადოებაში. На его счастье и радость его нашел Иисус Христос. მაგრამ მისდა საბედნიეროდ მას ქრისტე ეწვია. И он просто понял, что он 6 лет зря сидел носом к стене. და გაათვითცნობიერა რომ ტყუილად დაკარგა ეს 6 წელი იჯდა რა კედლისკენ მიმართული Но სახით. иногда я вижу в христианах или в христианстве признаки чего-то подобного. მაგრამ ქრისტიანებშიც ვამჩნევ ხოლმე მსგავს თვისებებს, რაღაც Когда მსგავს. люди ищут какого-то самосовершенствования, роста, но за этим не всегда стоят какие-то цели конкретные. და ასეთი ნიშნებია რომ როდესაც ადამიანი ცდილობს თვითგანვითარებას, თვით სრულყოფას და ამ ყველაფრის უკან конкретული მიზნები არის. არ არის. Вы знаете, что часто в Священном Писании человек, его жизнь, его служение Богу сравнивается с садовыми растениями какими-то. და წმინდა წერილში ადამიანის მსახურება ხშირად შედარებულია ხოლმე ბაღის მცენარეებთან. Самое распространенное это виноградная лоза и маслиничное дерево. ჩვენ ვისაუბრეთ ხო რომ ყველაზე გავრცელებული არის ხეივანი რაღა არის და ვაზი და ზეთის ხილის რტო. Иногда мы слышим упоминания о инжире. და ლეხუზეც გვესმის ხოლმე ხშირად. Но часто, когда об этом говорится о какой-то работе, которая с этим деревом совершается. მაგრამ ხშირად, როდესაც ამ ყველაფერზე არის დაწერილი ან ნასაუბრები, ხო, აი საქმის ირგვლივ არის კონტექსტში განხილული. Я часто встречаю иногда какие-то заброшенные сады. ხშირად წავაწყდები ხოლმე მიტოვებულ ბაღებს. Вот в прошлом году мы с Сашей ездили в лес собирать яблоки. აი წინა წელს მე და საშა ვიყავით ტყეში შეგვეგროვებინა Потому что я კონკრეტული ходил за კენკა. грибами и нашел чей-то брошенный сад в лесу, за елками. სოკოების ასაღებად წავედით ფაქტობრივად ტყეში და მივაგენი მიტოვებულ И ბაღს. там такие интересные сорта яблок были, которые сейчас уже и на базаре некоторые не найдешь. ძალიან საინტერესო სახეობა, ვაშლის სახეობებს წავაწყდი ბაზარშიც რო ვერ იყიდი ეხლა. И что самое главное, бесплатно это თან все. უფასოდ. Но есть одна вещь, которую ты можешь заметить в таких заброшенных садах. მაგრამ ერთ რაღაც საინტერესოს შეამჩნევ წააწყდები ამ მიტოვებულ ბაღში. Что размер и качество плодов от года к году ухудшается. რომ ხარისხი და ზომა ამ ნაყოფის წლიდან წლამდე უარესდება. Потому что из-за того, что этот сад не обрабатывается ни для кого конкретно, და გამომდინარე იქიდან რომ ამ ბაღის ნაყოფი ეს ბაღი ზოგადად არ არის დამუშავებული არავისთვის და არაფრისთვის. над ним не производится необходимой работы. მასზე არ არის განხორციელებული შესაბამისი საჭირო Деревья სამუშაო. нужно окапывать, их нужно опрыскивать, их нужно обрезать. უნდა მოთოხნო, უნდა სასუქი, უნდა მოაჭრა ზედმეტი ტოტები და ასე И შემდეგ. это должен сделать тот, кто умеет это უნდა сделать. მორწყა და ასე შემდეგ და მან უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, ვინც Потому იცის что როგორ კეთდება ეს. неправильно обрезав дерево, ты можешь погубить его. რადგან თუ არასწორ ტოტებს
მოაჭრი ამ ხეს, გასხლა, მოდი ასე ვთქვა, ხო, შეიძლება დაღუპო ეს ხე. Но когда дерево не подвергается никакой внешней работе, внешнему воздействию, მაგრამ როდესაც ხე არ არის გარე სამუშაოს ობიექტი, качество его плодов снижается. მისი ნაყოფის ხარისხი კლებულობს. Но подвергается оно этой работе тогда, მაგრამ მასზე მუშაობენ მაშინ, когда этот сад существует не сам по себе, а для кого-то. როდესაც ეს ბაღი აწმიტოებული არსებობს მაშინ, როდესაც ვიღაცას ემსახურება, Поэтому, ვიღაცისთვის არის. когда мы ожидаем работы Божьей, вмешательства Божьего в нашу жизнь, ამიტომ როდესაც ველოდებით ხოლმე ღმერთის ჩართულობას ჩვენს ცხოვრებაში, мы должны понимать, что это не просто для того, чтобы мы сами по себе были лучше. კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ეს იმისთვის კი არ არის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი უკეთ. Мы возделываемся для того, чтобы приносить полезный плод кому-то. არამედ იმისთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ ჩვენ მოვიტანოთ სასარგებლო ნაყოფი ვიღაცისთვის. Потому что и сами мы пользовались чьими-то плодами. რადგან ჩვენ წოდესღაც სარგებლობდით ვიღაცის ნაყოფებით. Я являюсь плодом чьих-то молитв. მე ვარ ნაყოფი ვიღაცის ლოცვის. Я являюсь плодом чьих-то свидетельств о Христе. ვიღაცის დამოწმება ვარ ქრისტეში. Я являюсь плодом чьих-то духовных усилий. ვიღაცის სულიერი ძალისხმევის ნაყოფი И ვარ მე. даже чьей-то жертвы. ვიღაცის მსხვერპლის ნაყოფიც ვარ. Потому что мой прадед, он умер за имя Господне в тюрьме, как проповедник. ჩემი პაპის პაპა როგორც მოქადაგე დილეგში დაიღუპა. И я верю, что то, что он посеял, оно взошло в жизни нашей და მე семьи. მჯერა, რომ რაც მან დათესა, აღმოცენდა ჩემს ოჯახში. Но это не просто ради меня. მაგრამ ჩემ გამო კი არა, მხოლოდღაც. Мы сегодня пели, чтоб я плод приносил, да? დღეს ჩვენ ვიგალობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა მოვიტანოთ ნაყოფი, ხო? И тебе я служил. და შენ გემსახურეო. А что Богу нужно от меня? და რა უნდა, რას ურს ღმერთს ჩვენ? Чего не хватает Богу, что я мог бы ему дать? რა არ ყოფნის ღმერთს, რისი მიცემაც მე შემიძლია? У него есть все. ყველაფერი აქვს. Но мое служение Богу მაგრამ ჩემი მსახურება ღმერთისადმი заключается в моем послушании Ему მდგომარეობს ჩემს მორჩილებაში მისადმი и служении во имя Его другим людям. და მისი სახელით სხვა ადამიანების Потому что მსახურებაში. церковь – это Его тело. რადგან ეკლესია არის მისი სხეული, Мы Его руки, ჩვენ ვართ მისი ხელები, мы Его уста, ჩვენი ბაგეები ვართ мы მისი, Его глаза в этом თვალები мире. ვართ ამ წუთის სოფელში. И Он почему-то решил, და რატომღაც გადაწყვიტა, что все, что Он будет делать в этом мире, რომ რასაც იგი გააკეთებს ამ წუთის სოფელში, Он будет делать через церковь. გააკეთებს ეკლესიის Но მეშვეობით. для этого церковь მაგრამ აი ამისთვის ეკლესია должна быть столпом и утверждением истины. უნდა იყოს გამყარებული მისი ჭეშმარიტებით. Для этого церковь должна быть собранием живых людей, живых камней. ცოცხალი ქვების, ცოცხალი ადამიანების კრებული უნდა Для იყოს этого ეკლესია. церковь, она должна состоять из царственного священства, სამეფო სამღვდელოებისგან უნდა იყოს შემდგარი из ეკლესია. людей живых, святых перед Богом. ცოცხალი და წმინდა ადამიანებისგან ღმერთის წინაშე. Я помню в 90-е годы, მახსოვს 90-იანებში я однажды молился и спрашивал: Боже, что является самой большой нуждой этой страны? ვეკითხებოდი, ვლოცულობდი ღმერთის წინაშე და ვეკითხებოდი, რომ რა არის ყველაზე დიდი საჭიროება ამ О ქვეყანაში. чем мне молиться? Что нужно этой стране? რაზე უნდა ვილოცო, რა სჭირდება И я ქვეყანას. услышал, как Бог мне და сказал, გავიგონე როგორ მითხრა ღმერთმა, что самая большая нужда нашей страны რომ ყველაზე დიდი საჭიროება ჩვენი ქვეყნის – это настоящие священники. არიან ნამდვილი მღვდლები. Это люди, которые не разочаруют никого. ხალხი, რომელიც იმედს არავის გაუცრუებს, Люди, которые являются тем, чем они называются. ხალხი, რომელიც იწოდებიან და არიან ვინანთაც იწოდებიან. Это люди, между исповеданием и делами которых нету разницы отталкивающей. როდესაც რაღაცას აღიარებს ადამიანი და იგივეს აკეთებს და არ არის ამ ორ ფენომენს შორის განსხვავება. Вот в чем нуждается народ. აი ეს ჭირდება ხალხს. Кто будет этими священниками? და ვინ იქნება ასეთი მღვდელი? Писание говорит: წერილი ამბობს, вы народ святой, რომ თქვენ ხართო წმინდა ერი, царственное священство, სამეფო სამღვდელოებაო, люди, взятые в удел, გამოყოფილი, გამოცალკევებული чтобы ხალხი, возвещать совершенство რათა იღაღადოთ სრულყოფა того, кто призвал вас из тьмы в свой свет. მისი, ვინც
წვდიადიდან მის სინათლეში Для მოგიწოდა. этого вы должны быть в этом свете. ამის გამო და ამ მიზეზით უნდა იყო თქვენ ამ Мы не можем из тьмы взывать о свете. სინათლეში, ვინაიდან აი წვდიადიდან სინათლეში ვერ შეღაღადო, Мы не можем, живя во тьме, проповедовать свет. Невозможно. იცხოვრებ წვდიადში და ვერ იქადაგებ სინათლეს, შეუძლებელია. И вот эти качества, о которых мы сейчас говорим, заканчиваем сегодня говорить, და ეს თვისებები, რაზეც დღეს უნდა ვილაპარაკო და დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი, они об этом. ამ ყველაფერს შეეხება. Не для того, чтобы ты был просто хорошим. იმის გამო კი არა, რომ უბრალოდ კარგი იყო. Мы упоминали о том, что все эти качества в той или иной степени, они демонстрируют характер Иисуса Христа. ჩვენ ვისაუბრეთ წინამსახურებებზე იმის შესახებ, რომ თითოეული ეს თვისება არის ქრისტეს განსახიერება, ასე ვთქვათ. И Он должен в нас изобразиться. და ჩვენშიც უნდა იყოს გამოსახული ეს ყველაფერი. Однажды апостол Павел написал группе верующих. Он переживал за них сильно. ერთხელაც მოციქული პავლეს წერს მორწმუნეთა ჯგუფს ნერვიულობდა, განიცდიდა Он მათ говорит, გამო. вы, из-за которых я снова в муках рождения нахожусь. ასეთ რაღაცას ამბობს, რომ აი თქვენ გამო მე ხა ტანჯვებს რომ გავდივარო, Доколе снова не изобразится в вас Христос. სანამ არ განისახიერება, სანამ ქრისტე არ გამოისახებაო ისევ Что-то თქვენში. пришло в жизнь этих людей, какое-то законничество, легализм. რაღაც მოვიდა ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხო, აი რჯულის ამბავი გეგონება, აი კანონი მოვიდა ამ Привычки, просто ცხოვრებაში. привычки какие-то религиозные. უბრალოდ რელიგიური წესჩოულებები დამკვიდრდა. И он говорит, я просто умираю, как бы рождаю снова вас, молюсь за вас, как будто бы это роды какие-то. და პავლე ამბობს ესეც სიტყვებს, რომ იმდენად ძლიერად ლოცულობ თქვენ გამო, რომ გეგონება ახლიდან გშოობთო, Чтобы вы снова были живыми. რათა გამოცოცხლდეთ, ახლიდან თავიდან იყოთ А это ცოცხლები. проявится тогда, когда через вас виден будет Иисус Христос. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც თქვენს მეშვეობით იქნება ქრისტე გამოსახული. Конечно, мы понимаем, что это не бывает мгновенно, сразу. ბუნებრივია ვიაზრებთ, რომ ეს მომენტალურად არ ხდება. Это не так, что человек просто пришел в церковь, покаялся, и он уже все, готов. არ ხდება ისე, რომ აი ადამიანი მოვიდა ეკლესიაში, მოინანია და მიაღწია სრულყოფას. Но есть динамика, есть направление, в котором ты двигаешься. მაგრამ არის მიმართულების გარკვეული დინამიკა, რომელსაც შენ მიყვები, ხო? И если ты двигаешься, тогда каждый твой день будет отличаться от предыдущего. და თუ შენი ყოველი დღე იქნება განსხვავებული წინა დღეებისგან, И Писание говорит, со дня на день обновляемся мы, когда мы живем в Духе Святом. მაშინ წერილი ამბობს, რომ დღითი დღე ჩვენ უნდა განვახლდეთ. Эти изменения, если ты живешь в общении с Богом, с Духом Святым, და ასეთი განახლება მაშინ ხდება, თუ ცხოვრობ ქრისტესთან სული они წმინდასთან. настолько серьезные, настолько великие, და იმდენად დიადი და იმდენად ძლიერია და что სერიოზულია эта ეს, разница изо дня в день проявляется. Прогресс ежедневен. რომ ეს პროგრესი ყოველდღიურად ჩანს, ძალიან ნათელია, Потому что კაფიოა. в этом участвует Бог. Аллилуйя. რადგან ღმერთი არის ჩართული ამ В этом ყველაფერში. участвует Бог. Слава Господу. ღმერთი არის ჩართული ამ ყველაფერში. Ты каждый день можешь расти. ყოველ დღე გაქვს ზრდის შესაძლებლობა И все могут это видеть. და ყველა ხედავს და შეუძლია И это დაინახოს может ეს. прославлять Господа. ამას შეუძლია ღმერთის განდიდება. Если этого нету, და თუ ეს არ ხდება ასე, тогда мы как этот камин в одной истории, в одной квартире был камин, нарисованный на стене. მაშინ ჩვენ წავაგავთ ერთ ბუხარს ერთ-ერთი ისტორიიდან, რომელიც მიხატული იყო კედელზე. Да, я слышал рассказ про кошку, которая зимой зашла в этот дом и легла около этого камина в надежде согреться и уже больше никогда не проснулась. ერთი კატის შესახებ ზღაპარი არის, შევიდა ამ ბუხართან წამოწვა, გამთბარი იყო და აღარც გაუღვიძია, ისე Она ჩაიძინა. замерзла насмерть там. ძალიან ციოდა და მოკლედ გაიყინა У სიცივისკენ. нас не должно быть нарисованного христианства. მთელი აზრი ის არის, რომ მიხატულ ბუხართან დაიძინა და არ უნდა ქონდეს ჩვენ მიხატული ქრისტიანობა. Мы не должны быть подобием христиан. არ უნდა ვიყოთ ქრისტიანების მიმსგავსებული Мы должны ქრისტიანებთან. называться и быть детьми არამედ Божьими. უნდა ვიწოდებოდეთ და ვიყოთ ღმერთის ძეები და И ასულები. мы говорили о смиренном мудрии. ვისაუბრეთ ჩვენ ქართულად ზუსტად არის მოდი უწოდოთ თვინიერება. Да. Это Ара. Аратвин. მორჩილება, თავმდაბლობა, Да. ყველაფერი ერთად. Это слово, которое объединяет в себе два понятия: ეს არის სიტყვა, რომელიც აერთიანებს თავის თავში ორ ძირითად აზრს. смирение и мудрость. ეს არის მორჩილება და სიბრძნე. И мы говорили, что
апостолу Павлу пришлось изобрести это новое слово для греков. აი ვისაუბრეთ წინამსახურებაზე იმის შესახებ, რომ ბერძნებისთვის გამოიგონა ფაქტობრივად ეს სიტყვა პავლემ. Потому что смирение считалось низким качеством. იმიტომ რომ მორჩილება ითვლებოდა როგორც აი დაბიო მახასიათებლად ადამიანისთვის. Что ты как раб, ты слушаешься всех, все командуют тобой, რომ ты შეხარ унижен. მონა ყველა შენ გმართავს, ესეთი დამცირებული ხარ. А в Евангелии в этом смирении есть мудрость. ხოლო სახარებაში აი ესეთ მორჩილებაში არსებობს სიბრძნე, თავმდაბლობაში, ხო, Это არსებობს სიბრძნე. интересное понятие. აი ეს არის ძალიან კარგი აზრი. Если ты смирен перед Богом, თუ ღმერთის წინაშე ხარ თავმდაბალი, это выражается в том, ეს გამოიხატება что ты იმაში, послушен Его Слову. რომ ხარ მორჩილი მისი სიტყვის. И это позволяет тебе და ეს გაძლევს შენ შესაძლებლობას, пользоваться Его რომ мудростью, მისი სიბრძნე გამოიყენო. жить по Его плану, იცხოვრო მისი გეგმების მიხედვით, ходить Его путями იარო მიხვე მის გზებს и быть благословенным на этих და путях. იყო კურთხეული ამ გზებზე, ხო? В отношении же людей ხოლო ადამიანებთან მიმართებით вот эта необходимость смиряться, თავმდაბლობის აუცილებლობა она заключается в том, შემდეგში მდგომარეობს. что ты уступаешь Богу эту возможность влиять на этих людей. აძლევ ღმერთს საშუალებას, რომ ზეგავლენა მოახდინოს ამ ადამიანებზე. Например, ты не мстишь за себя. მაგალითად, შენი თავის გამო შურს არ იძიებ. Ты отдаешь это в руки Божьи. არამედ გადასცემ ამ პროცესს А Бог ღმერთს. занимается спасением этих людей. ხოლო ღმერთი არის დაკავებული ამ ადამიანების გადარჩენით А если уж их придется судить, და თუ მათი გასამართლების то это делать не тебе и мне. მომენტი დადგება, მაშინ შენი გადასაწყვეტი არ არის და შენი გასაკეთებელი არ არის, არც Следующее შენი. качество, о котором мы говорили, это кротость. შემდეგი არის თვინიერება. И это тоже очень интересное слово в ასევე греческом языке. ძალიან საინტერესო ტერმინი არის ბერძნულ ენაში. Оно означает очень интересный тип человека, тип характера. ძალიან საინტერესო ხასიათს ასახავს ადამიანში. Это человек, который никогда не сердится, когда не нужно. მაგალითად ასეთი ადამიანი არასოდეს ბრაზდება, როდესაც საჭირო არ არის. Сердится только тогда, когда нужно. მაშინ ბრაზობს, როდესაც ეს Теперь აუცილებელია. иди разберись, когда нужно, когда не нужно. მიდი, აბა გაარკვიე ხა, როდის არის აუცილებელი გაბრაზება. В христианском понимании აი ქრისტიანულ გაგებაში и с примером, данным самим Христом нам, და ქრისტემაც მოგცა ასეთი მაგალითი ჩვენ. кроткий человек описывается так. მორჩილი ადამიანი, თვინიერი ადამიანი არის შემდეგნაირად აღწერილი. Он никогда не борется за свои интересы. საკუთარი ინტერესებისთვის არასოდეს ბრძოლობს. Он никогда не отстаивает свои эгоистические интересы, мотивы какие-то. საკუთარ ეგოისტურ ინტერესებს არ ატარებს, თავის მოტივებს Он არ готов ინახავს. простить, когда в отношении него что-то делается неправильно. მზად არის რომ აპატიოს, როდესაც მის მიმართ არის რაღაც არასწორი Потому что გაკეთებული. Бог простил меня, я прощаю других. ღმერთმა მაპატია, მე ვაპატიობს ხვებს, Но когда нарушается истина, მაგრამ როდესაც ირღვევა когда ჭეშმარიტება, кто-то пытается не спровергнуть истину, როდესაც ვიღაცა ცდილობს ჭეშმარიტების შელახვას, или когда кто-то унижает или вредит другому человеку, ან ამცირებს სხვა ადამიანს, რაღაცა ცუცს უკეთებს სხვა ადამიანს, ты восстаешь против этого. ასეთი ადამიანი წინაღუდგება ამ ყველაფერს. Христос выгнал продающих из храма. გვახსოვს რომ ქრისტემ განდევნა ტაძრის მოვაჭრეები, Он ხო? никогда в другом месте ничего подобного не делал. არსად სხვაგან მსგავსი არაფერი გაუკეთებია. Никогда не отвечал оскорблением на оскорбление Арасодес. фарисейские. უპასუხია ფარისევლების შეურაცხყოფას შეურაცხყოფით. Никогда не возвышал своего голоса. არასოდეს აუმაღლებია თავისი И ტონის, вот здесь, когда Дом Свой Божий смарт. нечистотой наполнили, он восстал против этого. მაგრამ იხილა რა რომ ღმერთის ტაძარი არის სიბინძურით გავსებული, აღუდგა ამ ყველაფერს. Я был 5 месяцев, наверное, верующий. დაახლოებით 5 თვის მორწმუნე И ვიყავი. мы пошли в гости к одному брату нашему. სტუმრად წავედით ერთ ძმასთან. И жена нашего пастыря была с нами. ჩვენი წყემსის მეუღლეც ჩვენთან ერთად იყო. Такая небольшого роста женщина. არ იყო მაღალი ქალბატონი. Очень тихая, очень осторожная с людьми. Знаете, такая, ძალიან ისეთი духовный человек. სულიერი ადამიანი იყო, ძალიან ფაქიზი იყო А у этого брата был შვიდი родной იყო. брат, который был такой, шаляй-валяй. ამ ძმას კი ყავდა ერთი თავისი ძმა, რომელიც იყო ესეთი ჭკუად ხელს ვერ უწოდა. Мы пытались его спасти, но
Мы пытались его спасти, но он нас не слушал. გვინდოდა მისი გადარჩენა, მაგრამ არ გვისმენდა ხოლმე. Он полностью разрушил свою жизнь, повредил своим родным очень. ძალიან ავნო თავის ახლობლებს და დაინგრია ცხოვრება. В конце концов он погиб где-то за границей, там, и мы перевозили его, хоронили здесь. Целая история была. საადღაც საზღვარგარეთ გარდაიცვალა, ბოლოს შემდეგ ჩამოვასვენეთ, დაუკრძალეთ. Но в тот момент он еще так далеко не зашел. მაგრამ იმ მომენტისთვის ღრმად შეტოპილი არ И мы ქონდა. говорили о Христе, и он как-то нехорошо пошутил об Иисусе. ქრისტეზე ვსაუბრობდით და არც ისე კარგად გაიხუმრა მასზე. И вдруг эта маленькая женщина, жена моего пастыря, она вскочила, подбежала к нему. და უეცრად ეს ქალბატონი მეუღლე ჩვენი მწყემსის წამოხტა, მიირბინა მასთან. С таким пальцем перед его носом. ესე გაშლილი თითით მის სახის წინ. И говорит, я запрещаю тебе таким образом говорить о моем Иисусе. გიკრძალავო ჩემს ქრისტეზე ამგვარად საუბარსო. И этот хулиган осел потихоньку, кай, будущий, и ушел. და ესე დამშვიდდა, დაწყნარდა, ბოდიშიც მოიხადა და Я წავიდა. никогда не видел эту женщину, чтобы она так защищала себя или своих детей. მე არ მენახა მანამდე ამ ქალბატონს საკუთარი თავი დაეცვა ასე, ან თავისი შვილები. Но кто-то что-то сказал об Иисусе нехорошо. მაგრამ ვიღაცას რაღაცა წამოსდა ქრისტეზე არასწორად. Это христианская крутость. ეს არის ქრისტიანული თვინიერება. Следующее качество, о котором мы говорили, это долготерпение. სულგრძელება არის შემდეგი თვისება, რომელზეც ვილაპარაკეთ. И мы говорили, что это греческое слово, которое тоже из двух слов состоит. ვილაპარაკეთ, რომ არის ესაც ბერძნული ტერმინი, რომელიც ორი ситყვისგან შედგება. Обычно терпение это томия слово, ტომია არის მოთმინება, а это макротомия в миллион раз больше, чем обычное ხოლო терпение. მაკროტომია არის ჩვეულებრივ მოთმინებაზე მილიონჯერ მეტად აღმატებული. Как ты можешь терпеть людей в миллион раз больше, чем обычно ты их терпишь? აი როგორ შეგიძლია მოუთმინო ადამიანებს მილიონჯერ უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ უთმენ ხოლმე. Если в тебе не живет Господь, ты не можешь. თუ შენში ქრისტე არ არის, მაშინ ვერ Если в იზაო. тебе нету Святого Духа, ты не можешь. თუ შენში სული წმინდა არ არის, ამას ვერ გააკეთებ. Если ты не познал, сколько Бог простил тебе, ты не можешь. თუ შენ ვერ შეიცანი, რამდენი გაპატია Если თავდაპირველად ты до ქრისტემ, сих пор думаешь, что ты идеальный, хороший, таких мир не видел, ты ამას не можешь. ვერ გააკეთებ და თუ ფიქრობ, რომ იდეალური საუკეთესო ხარ, სამყაროს რომ არ ენახა, ვერ გააკეთებ Но ამას. однажды, когда ты окажешься в духе, вот перед этим крестом Христовым, მაგრამ როდესაც ერთხელაც აღმოჩნდები ქრისტეს ჯვრის წინ и когда ты поймешь, что все это было ради тебя, და გაათვითცნობიერებ, რომ ყველაფერი ეს იყო შენ გამო, что Бог тебя простил, რომ ღმერთმა გაპატია შენ, даже если бы в мире был единственный грешник, и этим грешником был бы ты, Иисус все равно пришел бы ради тебя და одного. იმასაც თუ მიხვდები, რომ მხოლოდ შენ ყოფილიყავი ცოდვილი ქრისტე მოვიდოდა შენთვის, Когда ты это исповедуешь, покаешься в этом, როდესაც ამას აღიარებ და მოინანიებ, когда ты примешь его, როდესაც მიიღებ მას, когда ты скажешь, Господь, я хочу за тобой идти, როდესაც ეტყვი ღმერთს, რომ მინდა გამოყვე შენ, не просто очисти меня, чтобы я опять свеженький налегке повалялся в грязи. იმას კი არ იტყვი, ან იფიქრებ, რომ აი ღმერთო გამწმინდე, რომ შემდეგ ისევ ტალახში Как ჩავძრე. иногда люди говорят, не согрешишь, не покаешься, идут, очищаются, чтобы опять набрать весь этот груз. ზოგიერთი ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ ვერ მოინანიებ თუ არ შესწოდაო და ინანიები იმის გამო, რომ ისევ წავიდნენ ტალახში და აი კიდონ ეს И потом для очистки совести приходят, опять каются перед ცოდვის Богом. ტვირთი და შემდეგ ღმერთთან მიდიან, ისევ ინანიებენ Но если ты придешь к სინდისის Нему и скажешь, Господь, я хочу идти за тобой от этого момента и до вечности. სინდისის გასუფთავების გამო, მაგრამ თუ მიხვალ და ღმერთს ეტყვი, რომ აი მინდა შენ მოგდიო აი ამ წამიდან ბოლომდე, Я хочу принадлежать тебе, я хочу жить в этом мире, как ты хочешь, чтобы я მინდა жил. რომ შენ გეკუთვნოდე და მინდა ვიცხოვრო შენთვის ისე როგორც შენ გინდა რომ ვიცხოვრო. Хочу быть твоим светом и солью в этом мире. მინდა ვიყო შენი ნათელი და შენი მარილი ამ წუთის სოფელში. Это то, что нашим крещаемым друзьям надо сказать Иисусу Христу перед тем, как они примут воду აი крещения. ჩვენი დებიძმები ვინც მოინათლება უახლოეს მომავალში ეს უნდა აღუთქვან ღმერთს. И когда ты это решение принимаешь, და როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, Он живет внутри тебя. იგი კვიდრდება შენში И ты понимаешь, сколько Он сделал для тебя. და ათვიცნობიერებ თუ რამდენი გააკეთა И შენთვის. ты готов потерпеть, простить. ამ შემთხვევაში მოითმენ, აპატიებ, И потом, в прошлый раз мы говорили о любви. წინა მსახურებაზე ვილაპარაკეთ სიყვარულის Мы შესახებ. говорили, что это необычная любовь. ვილაპარაკეთ, რომ ეს ჩვეულებრივი სიყვარული არ Ну как არის. у Бога может быть обычная любовь? როგორ შეიძლება ღმერთს ქონდეს ჩვეულებრივი Для этого სიყვარული? даже есть особенное слово в Евангелии – агапе. ღმერთის სიყვარულის აღმწერი სიტყვაც კი არსებობს ბიბლიაში, ხო? აგაპე. Это не обусловленная любовь. ეს არის უპირობო სიყვარული.
Что такое обусловленная любовь? რა არის პირობითი სიყვარული? მოდი ვთქვათ ასეთი განპირობებული სიყვარული. Так, это когда у нее есть причина. როდესაც ასეთ სიყვარულს აქვს მიზეზი. Однажды после собрания братьям сказал: поехали хачапури покушаем. ერთხელ მეგობრებს უთხარი რომ წავედით ვჭამოთ ხაჭაპური. Хорошее было время, да, можно было есть хачапури. კარგი დრო იყო ხაჭაპურით რომ კმაყოფილდებოდი. Никто на диете не сидел. Не всем можно хачапури. И мы поехали, мы сидим в кафе на трассе Дигомской, и там слушаем музыку там. ავედით ხაჭაპურის საჭმელად მუსიკასაც უსმენთ სადღაც დიღომში. И там такая тупая какая-то песня российской эстрады. და რაღაცა რუსული სიმღერები იყო ჩართული, უაზრო Она სიმღერები. настолько тупая была, что я ее запомнил на полжизни, наверное. იმდენად უტვინური სიმღერა იყო, რომ დავამახსოვრე. Настолько она меня возмутила своей тупостью. იმდენად აი შემაშფოთებლად უტვინური სიმღერა იყო. Я люблю тебя, потому что ты любишь меня. მიყვარხარ, რადგან გიყვარვარ. Ты мне цветы подарил, слова говорил. რაღაცეები, ყვავილები მაჩუქე, სიტყვები მითხარი. Я думаю, какая тупость. რა სისულელეა, ხო? Какая глупость. რა უგუნურებაა. Но очень часто в мире люди любят друг друга за что-то. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ადამიანებს ამ სამყაროში რაღაცის გამო უყვართ ერთმანეთი. За внешность, გარეგნობა, за те услуги, которые ты можешь предоставить в отношениях. ის, ასე ვთქვათ, სერვისები, რასაც შენს თავაზობს სხვა ადამიანს. И так далее, и так далее, и так далее. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. И когда эти услуги, они сходят на нет, или красота блекнет, და როდესაც ადამიანს ვეღარს თავაზობ, ვეღარაფერს და ეს სილამაზეც ხრება, тогда исчезает и любовь. ხრება სიყვარულიც. И все заканчивается. და ამით ყველაფერი სრულდება. Потому что исчезли условия возникновения этой любви. იმიტომ რომ ამ сиყვარულის წარმოქმნის პირობები გაქრა. Но Божья любовь, она никогда не მაგრამ заканчивается. ღმერთის სიყვარული ხომ არ სრულდება არასოდეს. Потому что Он сам есть любовь. იმიტომ რომ თავად არის სიყვარული. Он любит, потому что это Его натура, это Его მას часть. უყვარხარ, იმიტომ რომ ეს არის მისი შემადგენელი. Это Его природа. Он მისი любит. ბუნება არის ეს, უყვარხარ და მორჩა. И чтобы ты и я любили, და იმისთვის რომ შენ და მე შევძლოთ Писание სიყვარული. говорит, любовь Божья излилась в сердца наши Духом Святым данным. нам. დაწერილია რომ ღმერთის სიყვარული გადმოიღვარა ჩვენს გულებში სულიწმიდის მეშვეობით. Без Духа Святого я не могу любить. სულიწმიდის გარეშე ვერ შეძლებ. И эта любовь სიყვარულს. агапе, о которой мы говорим в нашем человеческом преломлении, და ეს სიყვარული აგაპე, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ადამიანური გადმოსახედით. иногда это чувство далекое от эмоций. ადამიანური გადმოსახედით, ხომ, ეს სიყვარული არის ძალიან შორს ჩვეულებრივი ემოციებისგან. Оно имеет дело с нашими убеждениями и с решениями, которые мы принимаем на этот счет. Убеждениями и решениями. არის ჩვენს, ასე ვთქვათ, რწმუნებასთან, ჩვენს შეხედულებებთან და ჩვენს გადაწყვეტილებებთან Однажды я დაკავშირებული. ужасно поссорился со своей женой. ერთხელ ძალიან ძლიერად ვიკამათე ჩემს Я поссорился მეუღლესთან. с ней из-за утки. ბატის გამო ვიკამა. იხვის გამო Мы ვიკამა. привезли эту утку из России. რუსეთიდან ჩამოიტანეს ეს Моя იხვი. мама, она как-то ее упаковала, чуть ли не бальзамировку ее произвела, как Ленина, чтобы мы довезли ее. დედა ჩემ ძალიან ისე მაგრად შეფუთა ეს იხვი, რომ ჩამოგვეტანა. Мы положили ее на балкон, у нас тумбочка была, холодно, потом и забыли про нее. აივანზე დავდეთ ეს იხვი, მოკლედ და დაგვავიწყდა ბევრი ხნის И შემდეგ. вдруг დიდი я ხნის შემდეგ. нашел эту утку. უეცრად წავაწყდი ამ იხვის. И я сказал жене, как это моя мама подарила, а ты забыла про და მე нее. გაუბრაზდი ჩემს მეუღლეს, რას ქვია, დედა ჩემის ნაჩუქარი Это საჩუქარი. моя мама подарила. და გავიწყდა, дакарге, რას В ქვია. общем, слово за слово я наорал на нее, она как смогла накричала на меня. მოკლედ ერთმანეთს უყვირეთ. Я ушел из дома и бегаю, хожу по базару, не знаю зачем, чтобы среди людей, чтобы там... გავედი სახლიდან გაბრაზებული ბაზარში, დავდივარ უბრალოდ რომ ხალხში Она мне ყოფილიყავი. звонит, если ты сейчас домой не придешь, я не знаю, что будет. აი ახლა მირეკავს და сахში მოდი, თორე არ ვიცი რას ვიზაო. Я на весь базар ору в телефон: женщина, как ты со мной разговариваешь? Когда хочу, тогда приду. Весь базар смотрит, что он так орет. მთელი ბაზა, ну მოკლედ ყვირი ვარ ამ ბაზარში, როცა მინდა მაშინ მოვალ, ყველა გაოცებული მიყურებს И в это время я ее люблю. Ты веришь в это? და გჯერა რომ მიყვარს, Вообще не люблю. საერთოდ არ მიყვარს. Ненавижу.
მეზიზღება. Как она могла погубить эту бедную утку? როგორ დაღუპა ეს საწყალი იხვი. Как она могла со мной так разговаривать? როგორ Уже утку забыли, все. გაბედა ასე ლაპარაკი და გვავიწყდა იხვი. Но сколько ты не ходи, ночью тебе надо идти домой. მაგრამ რამდენიც არ უნდა იარო ამ ბაზარში, სახში წასვლა ხო გიწევს. Вот этим хорош дом, что тебе деваться некуда. სახლი ამითაა კარგი, რომ უბრალოდ თავს ვერ აარიდებ, ხო? Ты можешь уйти от своих друзей, поссориться со своими партнерами по бизнесу, но домой ты должен вернуться. У тебя другого дома нет. მეგობრებს ეჭხუბები, ბიზნეს პარტნიორებსაც ეჭხუბები, მაგრამ სახლში დაბრუნება გიწევს. И я хожу, и начинается эта работа. Ну და მივდივარ სახლში და იწყება ეს მუშაობა ჩემში. ладно, что я тоже наорал на нее, что я так орал вообще? რას უყვირეო, ეხლა ვფიქრობ Ну ჩემ თავში. ладно, утка, ну случилось. Ну, бывает. იხვია რა მოხდა. Забот мало, что ли, про эту утку сейчас. Ну ладно, нехорошо, неприятно, но все-таки. ისედაც ბევრია საზრუნავი კაცო, ცუდი моხდა. Ну потом ребенок у нас. შვილი ყავს. Сейчас уйду, а ребенок, то как она будет без отца там? რომ წავიდე, შვილი მამის garaში როგორ იქნება? Потом думаю, ну и ее все-таки я тоже люблю. Вот задушил бы, но люблю. შვილიც მიყვარს, აი ესე გავგუდავდი, მაგრამ მაინც მიყვარს. Но знаешь, самый большой фактор, какой был, который меня сдерживал от глупостей? მაგრამ ყველაზე დიდი ფაქტორი, რაც სისულელეებისგან მიცავდა, იყო შემდეგი. И в семейных отношениях, როგორც ოჯახურ ურთიერთობებში, и в дружбе с другими людьми. მეგობრობაშიც Это Бог იყო ღმერთი и мое служение Ему. და ჩემი მსახურება მის მიმართ. Потому что оно обязывает нас к определенному образу жизни. ვინაიდან ეს გვაიძულებს არა, გვავალდებულებს კონკრეტული Я ცხოვრების не должен სტილისთვის. бесславить Господа. მე არ უნდა შეურაცხყო ღმერთი. Я должен сохранить свою семью, მე უნდა постараться во всяком случае, შევინარჩუნო, შევეცადო რომ შევინარჩუნო ოჯახი. насколько возможно. რამდენადაც შესაძლებელია. Я должен постараться любые отношения, любую дружбу хранить. უნდა შევეცადო რომ ნებისმიერი მეგობრობა, ურთიერთობები შეძლების და გვარად შევინარჩუნო Ради Господа. ღმერთის გამო. Писание говорит, будьте в мире со всеми, насколько это возможно с вашей стороны. დაწერილია ბიბლიაში რომ მიყავით მშვიდობიანი ურთიერთობები იქონიეთ ყველასთან, რამდენადაც შესაძლებელია თქვენი მხრიდან. И вот сегодня мы будем говорить об этом мире. აი დღეს უნდა ვილაპარაკოთ აი ამ მშვიდობაზე. Это последнее из этих перечисленных в этом послании 5 качеств. ეს არის ბოლო მახასიათებელი ამ ხუთიდან. Из контекста, в котором находится это все, და იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც ეს ტერმინი არის, мы могли бы заменить слово «мир» словом «единство». შეგვიძლია სიტყვა მშვიდობა ჩავანაცვლოთ სიტყვა Потому что там ერთობა. написано, что мы должны хранить единство Духа в союзе мира. ვინაიდან და რადგანაც დაწერილია, რომ სულის ერთობა მშვიდობის ფარგლებში უნდა შევინარჩუნოთ. მშვიდობის ერთობაში უნდა შევინარჩუნოთ. Это какой-то пакт, это договор, это завет единства, завет любви. ეს არის თითქოს აღთქმა ერთობის, სიყვარულის, პაქტი. Завет мира, который мы заключили во Христе Иисусе. მშვიდობის თანხმობა, რომელიც ქრისტეში გავაფორმეთ. И мы говорили в самом начале, что вот эта способность иметь мир, хранить его и умножать его, она вытекает из предыдущих 4 качеств. და მშვიდობის არსებობა, ზოგადად რომ აი შესაძლებლობა რომ მშვიდობა იყოს, არსებობდეს გამომდინარეობს ზემოთ ჩამოთვლილი 4 თვისებიდან. Если ты несмиренный человек, თუ შენ არ ხარ მორჩილი, у тебя не будет мира ни с кем. არ გექნება мშვიდობა არავისთან. Если ты не кроткий человек, თვინიერი თუ არ ხარ, ты не можешь иметь мир с другими людьми. ვერ გექნება მშვიდობა Ты ვერავისთან. постоянно будешь возбухать, бушевать, бороться за что-то свое. სულ ბობოქარი ესეთი ბობოქარი ადამიანი იქნება და რაღაცა სულ შენსას მოითხოვ. Если у тебя нет долготерпения, ты будешь вспыхивать при всяком возникновении несправедливости какой-то в отношении тебя. იქნები სულ გრძელი, ყოველთვის იქნები ფეთქებადი შენს მიმართ არსებული უსამართლობის გამო. Если у тебя нету любви, თუ არ გაქვს სიყვარული, ты никогда не скажешь, ну ладно, слушай, Бог меня простил, я тоже вот, Бог возлюбил меня, когда я был грешником, давай я его тоже возлюблю, пускай идет с миром. სიტყვი რომ აი ღმერთმა შემიყვარა, მეც შევიყვარებ, წავიდეს მშვიდობით. И вот когда у тебя есть эти вещи, ты в этих вещах растешь, და როდესაც ეს ყველაფერი გაგაჩნია და ამ ყველაფერში იზრდები, тогда возникает вот эта способность иметь мир и единство. აი ამ შემთხვევაში ჩნდება ადგილი მშვიდობისთვის და ერთობისთვის. Если бы у нас этого не было, და ეს ყველაფერი რომ არ გქონდეს,
мы бы не могли как церковь функционировать. როგორც ეკლესია ვერ ვიარსებებდი, ვერ Ни ვიფუნქციონირებდი. одно из отдельно взятых в нашей церкви служений не может существовать, если внутри этих служений, между людьми, которые их совершают, нету мира и единства. არც ერთი მსახურება ეკლესიაში ვერ იქნება ფუნქციური თუ არ არსებობს ეს ერთობა და მშვიდობა, ხო? Поэтому это является чем-то очень важным. ამიტომ для ეს нас. არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. Давай о 3 вещах мы скажем, потому что у нас не так много времени сегодня. სამ რაღაცაზე გავამახვილოთ ყურადღება, დრო ცოტა То, გვაქვს. с чего начинается этот мир в нашей жизни, это мир с Богом. პირველ რიგში ეს მშვიდობა იწყება ღმერთთან მშვიდობით. Мир с Богом приходит через наше покаяние. მშვიდობა ღმერთთან მოდის ჩვენი მონანიების მეშვეობით. В послании Римлянам в 5 главе там написано, აი რომაელთა მეხუთე თავში არის в первых დაწერილი. 2 стихах. პირველივე ორ მუხლში. Итак, оправдавшись верою, мы имеем мир с Богом через Господа нашего Иисуса Христа. გაუმართლდით რა რწმენით გვაქვს ღმერთთან მშვიდობა ქრისტე იესოს მეშვეობით. Через которого верою и получили мы доступ к той благодати, в которой стоим и хвалимся. რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მის მადლთან წვდომა, რომლითაც ჩვენ დავიკვეხნით. Хвалимся надеждой славы Божьей. ვიქადით უფრო ვიდრე დავიკვეხნით, მისი დიდებით ვიქადით. Через Иисуса Христа, ქრისტეს მეშვეობით, через Его жертву მისი მსხვერპლის მეშვეობით мы примирились с Богом. ჩვენ შეურიგდით ღმერთს. Этот тезис, это утверждение Священного Писания, ეს თეზისი, ეს მტკიცება წმინდა წერილში, оно говорит о том, что до этого мы находимся, если мы этого не сделали, в состоянии вражды с Богом. ამბობს იმის შესახებ, რომ თუ ეს არ გავაკეთეთ, ამ შემთხვევაში ღმერთთან მტრობაში ვართ. Вы знаете, это война, в которой не существует нейтралитета. ამ ომში არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია, Не может быть нейтральных сторон в этом конфликте. არ არსებობს ამ კონფლიქტში ნეიტრალური მხარე. Если ты не с Богом, თუ არ ხარ ღმერთთან, то ты борешься против Него. მაშინ მას ებრძვი. Иисус сказал однажды людям, ქრისტემ უთხრა ადამიანებს кто ერთხელ, не против вас, тот за вас. რომ ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არისო, თქვენკენ არისო. Но про себя он сказал, მაგრამ თავის თავზე თქვა, кто не собирается со мной, тот раскачает. რომ ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ის ფლანგავს. На этом человеческом уровне, человек не враждует с тобой, считай, что это уже твой друг. აი ჩათვალე, რომ ამ წუთის ოფელში ადამიანი თუ არ გემდურის, თუ არ არის შენი მტერი, შენი მეგობარია, ჩათვალე რა. Но когда ты не дружишь с Богом, მაგრამ თუ შენ არ ხარ მეგობრობაში ღმერთთან, это означает, что ты занял противоположную сторону конфликта. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტის მეორე მხარე დაიკავე. Получается, что ты на стороне дьявола. გამოდის, რომ ეშბაკის მხარეს ხარ. И это очень страшно. და ეს კი ძალიან ძალიან Потому что საფათო რამ согласно არის. Священному Писанию, და ესე იგი, საზარელი რამ არის, ვინაიდან წმინდა წერილზე დაფუძნებით. эта война дьяволом уже проиграна. ეს ომი წაგებულია ქეშმაკს უკვე. Да, мы видим отдельные битвы, мы видим попытки, сражения, наступления. ჩვენ ხედავთ გარკვეულ ბრძოლებს, გარკვეულ შეტევას და ასე Мы შემდეგ. иногда видим, что церковь даже как будто бы терпит поражение. იმასაც კი ხედავთ, რომ გარკვეულ დროს ეკლესია შეიძლება მარცხსაც განიცდის, Но нам известен финальный მაგრამ результат. ჩვენ ხომ ვიცით რითი რჩება ეს ყველაფერი, როგორ რჩება. Агнец Божий ღმერთის კრავი победил и царствует вовеки. Аллилуйя. გამარჯვებული და მეფობაში მყოფი Он სამუდამოდ. победил и он царствует вовеки. მან იმარჯვა და იგი მეფობს И სამუდამოდ. мы победители вместе с და ним. ჩვენ ვართ გამარჯვებულები მასთან ერთად. И это очень разумно, когда ты выбираешь эту сторону. და ძალიან გონივრულია, როდესაც ამ ხარეს ირჩევ. И чтобы иметь этот мир с Богом, და იმისთვის რომ ასეთი მშვიდობა გქონდეს ღმერთთან, тебе нужно раскаяться перед Ним. შენ გჭირდება მონანიება. И когда ты приобретаешь этот мир с და Богом, როდესაც შეიძენ ამ მშვიდობას ღმერთთან, тебя больше ничего с Ним не разделяет. მას ვეღარაფერი განგაცალკევებს მისგან. Теперь ты дитя Божье. ახლა უკვე მისი Теперь შვილი ты ხარ, часть Его народа. მისი ერის ნაწილი ხარ И ты получаешь доступ ко всем этим привилегиям, которые содержат в себе принадлежность Богу. და შენ გაქვს უკვე წვდომა ყველა ამ პრივილეგიასთან, რომელიც მოიცავს ღმერთთან მშვიდობა. Но не забывай, пожалуйста, что это тоже ответственность говорить от имени Бога. მაგრამ არ დაივიწყო, რომ ღმერთის სახელით საუბარი არის უდიდესი Что პასუხისმგებლობა. это ответственность называться Его именем, быть Детем Божьим. და ასევე რომ იწოდებოდე
როდე მის ძე დასულად არის დიდი პასუხისმგებლობა. Вторая сфера, куда этот мир приходит, მეორე სფერო, სადაც ეს წუთისოფელი მიდის. это наши отношения с людьми. ეს არის ჩვენი ურთიერთობები ადამიანებთან. Я не помню, с кем-то мы недавно путешествовали, разговаривали о вот всех этих текущих событиях, которые сейчас происходят. ვიღაცასთან საუბრობდი, მსჯელობდი ამ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ახლა Ну ხდება. почему люди вот так, почему люди вот так? რატო იქცევა ხალხი ასე, ისე? Да потому что национализм – это наиболее чувствительная тема, которая живет в человеческом сердце. რადგან ნაციონალიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე, ან ყველაზე მგრძნობიარე რამ, რაც ადამიანის Подняв этот вопрос, ты можешь развести в разные стороны близких друзей. გულში სუფევს, ხო და ამ თემაზე საუბარი აშორებს ადამიანებს. ყველაზე Люди ახლო ადამიანებსაც враждуют на этом основании. ტრობენ ადამიანები ამ საფუძველზე. Религиозная разница порождает конфликты. რელიგიური განსხვავება წარმოშობს კონფლიქტებს. Вы знаете, прежде чем началась война на Украине, სანამ или в Украине, как угодно, უკრაინაში ომი დაიწყებოდა с 2014 года 2014 წლიდან я некоторое время наблюдал за подготовкой ко всему этому. ამ ყველაფრის მომზადების პროცესს აი თვალს ვადევნებდი. И знаешь, в чем заключалась эта подготовка? და რაში მდგომარეობდა ეს Что სამზადის в სიცი, обеих этих странах რომ ორივე ქვეყანაში они занимались тем, იყო ხალხი დაკავებული იმით, что называется сейчас расчеловечиванием оппонента. ადამიანის გამოადამიანურება, მოდი ასე უწოდოთ. Они убеждали и те, и другие на обеих сторонах. Да кто это что-то... Посмотри, они вообще не народ. მტრობა ითესებოდა აქტიურად ამ მიწებზე. Посмотри, как они живут. Посмотри. И выкапывали самые плохие факты друг от და друга. ყველაზე ცუდ ფაქტებს ამოთხრიდნენ ხოლმე ერთმანეთის შესახებ. Но я был и там, и там. მაგრამ ვიყავი ერთგანაც, მეორეგანაც. Я знаю, что люди там не такие. ვიცი რომ ხალხი არ არის ცუდი. Они не дикие, они не темные. ხალხი არ არის გარეული. Конечно, в разных местах, разные люди есть в каждой стране. უნებრივია ყველანაირი ადამიანი არსებობს ყველა В каждой ქვეყანაში. стране ты можешь какой-то угол темный найти. ყველა ქვეყანაში შეგიძლია, ესე იგი, ბნელი კუთხე მოიძიო, Но когда я увидел эти вещи, მაგრამ როდესაც დავინახე ეს ყველაფერი, я сказал сам себе, ჩემ თავს უთხარი. хотя мне было трудно в это поверить, თუმცა მიჭირდა რომ ამას ვამბობდი. они готовят народ к войне. აი ესეთი რაღაც ვიფიქრე, რომ ომისთვის ემზადებიან და ხალხს ამზადებენ ომისთვის. 8 лет они готовили людей к войне. და 8 წლამდე, 8 6 წელი, лет, то есть, извините. 6 წელი 6 ამზადებენ. нет, 8. Они готовили людей к войне, и война случилась. 8 წლის მანძილზე ამზადებდნენ ხალხს ომისთვის და ომი დაიწყო. У русских есть название для украинцев, у украинцев есть название нехорошее для русских. მოკლედ ორივე მხარეს აქვს ერთმანეთისთვის ძალიან ცუდი ტერმინები И обе მოფიქრებული. стороны в массе убеждены, что это они все такие. და ხალხს ჯერა რომ ხალხის ნაწილს ჯერა რომ ყველა ცუდია იმ მხარეს, მეორე მხარეს. Когда Иисус пришел на эту землю, როდესაც ქრისტე მოვიდა ამ მიწაზე, мир был именно таким. წუთისოფელი იყო ასეთი. В этом ничего нового нету. ამაში არაფერი ახალი. У евреев, как у избранного народа, появилось чувство собственной исключительности. ხო, და ებრაელებს გაუჩნდათ, ესე იგი, თვით განსაკუთრებულობის შეგრძნება. Они смотрели свысока на всех остальных людей. ყველას ზემოდან უყურებდნენ ერთ. Они считали их псами, собаками. სხვა ადამიანებს აი როგორც ძაღლებს ისე უყურებდნენ. В нашем языке есть жаргонное слово «гоим». «Гоимихар» говорят таким. «Гоимихар». ეს ტერმინი გოიმი არის Оно из еврейского Эбраули. «гой» происходит не еврей. ებრაულის ტერმინისგან გამომდინარეობს, რომელიც То ნიშნავს есть- არაებრაელს. Я слышал сейчас евреев, которые проповедуют о том, და ეხა მსმენია ებრაელების, რომლებიც პროპაგანდირებენ Даже შემდეგს. сейчас. ეხლაც კი, что у гоев у них необычная душа, не такая, как у евреев. რომ აი არაებრაელებს, აი ამ გოიმებს, რასაც უწოდებთ ხოლმე, ხო ზოგჯერ არის ადამიანები არ არიანო რა. Да, не совсем люди, почти ადამიანები არ არიან, животные. აი თითქმის ცხოველები. Я знаю таких людей. ვიცნობ ასეთ Я слышал ადამიანებს. их проповеди. მომისმენია ასეთი ქადაგებებიც კი. Те не оставались безответными тоже. და ისინიც რა თქმა უნდა არჩებოდნენ И უპასუხოდ. там была ненависть между евреями, язычниками. იყო რა თქმა უნდა იქ შუღლი მტრობა ებრაელებსა და И вот წარმართებს приходит შორის და აი მოდის ქრისტე И Писание говорит, და წერილი ამბობს что во Христе Иисусе რომ ქრისტე იესოში Бог примирил обоих с собой и друг с другом. ღმერთმა შეარიგა
ორივე საკუთარ თავთან და Я не имею ერთმანეთთან. времени читать, потому что у нас еще преломление, но это написано Ефесянам во 2 главе. აი ეფესელთა მიმართ წერილის მეორე თავში Что წერია, обоих примирил во Христе с собой и друг с другом. რომ ერთმანეთს შეარიგა და თავის თავთან შეარიგა Я ორივე когда-то მხარე. говорил, мой дедушка, я был у него в гостях, он на Мейдане жил сзади синагоги на Вифлеемской улице. ბეთლემის ქუჩაზე სინაგოგის უკან ცხოვრობდა პაპაჩემი ერთხელ ვიყავი სტუმრად მასთან. И там такой многонациональный дворик был, было много евреев, разные люди были. მრავალნაციონალური ესე კი ის იყო, ეზო იყო, სხვადასხვანაირი И он ხალხი однажды ცხოვრობდა. подошел ко мне и спрашивает, და მოდის და მეკითხება ერთხელ. кого ты больше ненавидишь, ვინ უფრო მეტად გძულსო? армян или азербайджанцев? აზერბაიჯანელები თუ სომხები? А я не понимаю, почему я должен или одних, или других ненавидеть. Я მე не კი понимаю. მე კი არ მესმის, რატო უნდა მძულდეს ან ერთი ან მეორე? Я не понимаю этого. არ მესმის ეს. Я азербайджанцев вообще не знал. აზერბაიჯანელები საერთოდ არ Единственный азербайджанец, Аравис который в Вицновый. моем классе был, Тамази, Алиев, ну все, больше ერთადერთი კლასელი проблем იყო не было ჩემი. с ним у меня. თამაზი ალიევი ერქვა, პრობლემებიც არ მქონდა მასთან. Во дворе у меня были друзья армяне, тоже вопросов не было. ეზოში სომეხი მეგობრები მყავდა, კითხვებიც არ მქონდა Да и არანაირი. вообще мы не знали национальность друг друга. ჩვენ არ ვიცოდით ერთმანეთის Мы не ნაციონალობა, спрашивали об ეროვნება. этом. არ ვეკითხებოდით ერთმანეთს И ამის вдруг შესახებ. такой вопрос, кого ты больше და ненавидишь? უეცრად ესეთი კითხვა ჟღერს. Я ვინ не უფრო знаю, მეტად что გძულს? сделали моему дедушке армяне или азербайджанцы, я уж не знаю, что არ там ვიცი რა случилось. დაუშავეს ან სომხება ან აზერბაიჯანელებმა ჩემს პაპას. Но вы знаете, что сегодня вот здесь мы сидим, здесь 7-8 национальностей присутствуют. მაგრამ აი ამ დარბაზში დაახლოებით 7-8 ეროვნების ხალხი ვსხედვართ. И большинство из нас, мы никогда бы друг с другом не познакомились. და უმრავლესობა ჩვენგანი ერთმანეთს არც კი გაიცნობდა Никаких არასოდეს. шансов не было для этого. თითქმის შანსი არ არსებობს ამისა. Никаких условий для этого не было. არანაირი პირობა ამის არ არსებობს. Мы никогда не стали бы друзьями. არასოდეს დავმეგობრდებოდით. Почему сегодня мы как одна семья? მაშ რატომ ვართ როგორც ერთი ოჯახი დღეს? Потому что ты пришел к Иисусу, იმიტომ რომ შენ მიხვედი ქრისტესთან и я пришел к და Нему. მეც მივედი მასთან. И ты знаешь, для того, чтобы тебе быть единым с другим человеком, იმისთვის რომ ერთი იყო, тебе Схо- нужно быть Виантан. ближе к Иисусу. ამისთვის საჭიროა ქრისტესთან ერთობა. Очень часто, когда на эту Сиахлове. тему говорят, рисуют такую диаграмму в виде велосипедного колеса. აი, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობენ ხოლმე ხშირად და ესეთი დიაგრამას ხატავენ ველოსიპედის ბორბლით. Ты знаешь, что там есть спицы, которые в центре соединяются. სპიცები არის, რომელიც აერთიანებენ ცენტრს. На ступице они все соединяются. ну სადღაც იწყება და შემდეგ И ერთიანდებიან это ბოლოში. сравнивается с нашим духовным ростом. და ეს არის დამსგავსებული ჩვენ სულიერ Когда ты только ზრდასთან. пришел ко Христу, ты где-то на краю этой окружности. როდესაც ქრისტესთან მიხვედი, აი ამ წრფივის ფაქტობრივად სადღაც კიდეზე И ты იყავი. как эта мурашка, которая по этой спице, она старается до этого центра дойти. და აი პატარა ჭიანჭველასავით, რომელიც ცდილობს რომ ცენტრამდე მიაღწიოს А ამ там по სპიცაზე. другой спице какая-то другая мурашка тоже ползет к центру. სხვა მხარე, სხვა სპიცაზე სხვა ჭიანჭველა არის, რომელიც ასევე მოცოცავს И ცენტრისკენ. чем ближе вы подходите к центру, тем ближе вы друг к другу. და რაც უფრო უახლოვდებით ერთმანეთს, ამ ცენტრს უფრო სწორედ, მით უფრო უახლოვდებით ერთმანეთს. Если человек не может иметь единство и мир с другими людьми, это значит, он далековато от Бога. თუ ადამიანებთან არ აქვს თუ სხვა ადამიანებთან არ აქვს ერთობა, მაშინ ვერ ღმერთთან ექნება, ხო? Какие бы объяснения ты этому не находил, რა ახსნა არ უნდა если მოუძებნო ты не ამას. способен поддержать отношения с людьми в Господе, значит, ты не в Господе. თუ შენ ვერ ინარჩუნებ ურთიერთობებს ხალხთან, ვერ ინარჩუნებ ღმერთთანაც. Я знаю, что с некоторыми людьми очень сложно, а иногда невозможно сохранить отношения. Бывает такое. ისიც ვიცი რომ ზოგიერთ ადამიანთან შეუძლებელია შენარჩუნება ამ ურთიერთობისა, ხო? Но ხდება. когда во всех этих ситуациях ты ангел, а все другие всегда виноваты, то тут появляются вопросы. მაგრამ აი, როდესაც ყველა მოდი კონფლიქტში შენ ხარ მართალი და ყველა არის ტყვანი, ეს უკვე რაღაც კითხვებს Если წარმოშობს. всегда ты прав, всегда другие виноваты. თუ შენ მართალი ხარ, ესე იგი ყოველთვის გამოდის რომ ყველა მტყვანია, ხო? Что-то не так. რაღაც ისე ვერ არის. И тогда мы приходим к следующей сфере, где этот мир должен утвердиться, к последней. და აი ამ შემთხვევაში უკვე მივედით ბოლო ეტაპზე, Это твой внутренний человек. როდესაც ჩვენ უნდა ავხსნათ შინაგანი ადამიანის ერთობა. Когда у тебя есть мир, როდესაც შენ გაქვს მშვიდობა, когда ты успокоился, როდესაც შენ ხარ დამშვიდებული,
Тогда тебе легче иметь мир с другими людьми. მაშინ მარტივია, გაცილებით მეტად არის მარტივი სხვა ადამიანებთან იქონიო. Откуда этот мир берется? მშვიდობა. Საიდან მოდის ასეთი Ты მშვიდობა? знаешь, я მაგრამ недавно об этом говорил, что когда я был молодой, до покаяния, я ненавидел людей. სანამ მოვინანიებდი ადამიანები მძულდა, ნათქვამი მოქვს უკვე У ეს. меня было ощущение, что эти люди обладают чем-то, чем должен был обладать я. ისიც თქვით რომ აი ადამიანებს ისეთი გრძნობა მქონდა რომ გააჩნდათ რაღაცეები, რაც მე უნდა მქონოდა. На самом деле никто из них у меня ничего не взял. რეალურად არავის არაფერი არ წაურთმევია ჩემთვის. Я просто исходил из чувства своего превосходства Чем- потенциального. ჩემი პოტენციური აღმატებული პოზიციებიდან ვლაპარაკობდი რა. Но так как это ამ გრძნობებიდან. чувство никаких подтверждений не получало, я никак не мог никуда продвинуться, пролезть. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც აი ეს გრძნობები რეალურ განსახიერებას ვერ პოვებდა, ვერსად ვერ წინაურდებოდი, ვერსად ვერ მივდიოდი ზევით. Я начинал искать виноватых. ვიწყებდი ამ ყველაფრის გამო დამნაშავეების ძებნას. Несколько миллиардов вокруг виноватых ходят. Выбирай любого. აი აბა რამოდენიმე მილიარდი დამნაშავე დადის, ვისაც გინდა ხელი დაადე. И я стал думать о том, что вот эти люди. და ხო, ყველა სვაბრალებდი ყველაფერს. Ты знаешь, когда я пришел к Иисусу, და როდესაც მოვედი ქრისტესთან, я понял не только то, что Иисус принимает меня таким, какой я есть. არა მხოლოდ ის გავათვითცნობიერე, რომ ქრისტე მიღებს ისეც როგორიც ვარ, Через некоторое время я понял, что у него есть что-то, что он мне собирается дать. ისიც გავათვითცნობიერე, რომ მას აქვს ისეთი რაღაც, რისი მოცემაც უნდა ცოტა ხნის შემდეგ. Что я действительно გავათვითცნობიერე, особенный. რომ მე მართლაც რომ განსაკუთრებული ვარ. Вот это чувство, которое у меня с детства было, оно не напрасно в моем сердце было. ის გრძნობა, რომელიც ბავშვობიდან მქონდა გულში, ტყუილად არ იყო ეს გრძნობა ჩემში. Только восполнение этого я не от людей должен был получить. ესე იგი, ეს არ იყო არაფერი, ისეთი უაზრო გრძნობა. უბრალოდ ღმერთისგან უნდა მიმეღო ამ Да. ყველაფრის Не от განხორციელება. людей, от Бога და должно არა быть. ადამიანებისგან, ღმერთისგან. И когда Бог начал говорить мне, как Он любит меня, და როდესაც ღმერთმა მითხრა თუ როგორ ვუყვარვარ, как Бог начал это демонстрировать, как Он начал заботиться обо мне, როგორ დაიწყო ღმერთმა ამ ყველაფრის დემონსტრაცია, როგორ დაიწყო ჩემზე ზრუნვა, я понял, что мне больше ничего не нужно. მივხვდი რომ მეტი აღარაფერი აღარ მჭირდება. Если у меня есть Бог, у меня есть все. ყავს ღმერთი, მაქვს ყველაფერი. Если у меня нет Бога, და თუ არ მყავს ღმერთი, у меня нет ничего, даже если у меня есть миллионы. მილიონებიც რომ მქონდეს, მაშინ არაფერი მაქვს. И однажды я понял эти слова, которые сказал царь Давид. და ერთხელაც შევისის ხორცე ეს სიტყვები, რომელიც ერთხელ მეფე დავითმა თქვა. Что мне, Господи, без Тебя на небе? რა მჭირდება შენ გარეშე ზეცად И с Тобой ничего не хочу на земле. და შენს გარეშე შენთან ერთად არაფერი არ მჭირდება Видишь ли, в მიწაზე. Иисусе Бог как личность пришел к нам. ქრისტეს მეშვეობით მოვიდა პიროვნება ჩვენთან. Я сейчас, когда эти слова говорю, я думаю об Иисусе. და როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, ქრისტეზე ვფიქრობ იესოზე. Если на небе нет Иисуса, я не хочу туда. თუ არ არის ზეცად იესო, მაშინ მე იქ არაფერი მჭირდება, არ მინდა. Но если у меня здесь на земле есть Иисус, მაგრამ თუ აქ მიწაზე მყავს იესო, меня здесь ничего больше не держит. მეტი არაფერი მაკავებს ამ მიწაზე აქ. Главный, кто есть в твоей жизни, в моей жизни, это Иисус. თავარი, ვინც შენ ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაში არის, ეს არის ქრისტე. И Писание говорит: და წერილი ამბობს, велик мир у боящихся Тебя, Господи. რომ უდიდესია მშვიდობა იმ ადამიანებში, ვისაც შენი შიში გააჩნია. Я приведу пример, который я когда-то раньше приводил. ერთ მაგალითს მოვიყვან, ადრეც მომიყვანია ეს მაგალითი. Однажды мы были в Америке, ერთხელაც ვიყავით ამერიკაში. и там есть такая река Потомак или Потомак, я не знаю, как они, Потомак, наверное, лучше. ესეთი მდინარეა, რომელსაც პატომაკი ეწოდება. И мы ездили по ней, и я смотрю, такая речка такая течет, такая живая, бурная речка. აუყევით ამ მდინარეს, მოკლედ ესეთი ცოცხალი მდინარე იყო, ძლიერი მდინარე იყო. И потом друзья сказали: мы хотим вас в Бостон отвезти на экскурсию, там покатать, показать что-то. და მეგობრებმა გვითხრეს, რომ აი ბოსტონში უნდა წაგიყვანოთო, უნდა И уже на გაგასეირნოთო. подъезде в Бостон мы переезжаем мост. და აი ბოსტონს მიუახლოვდით, ხიდზე И ты გადავდივართ. знаешь, всегда пишется название реки, через которую ты переезжаешь сейчас. და ეხლა ესეთი წესია, მოკლედ რომ მდინარეს, რომელსაც კვეთ, არის ამ И მდინარის там написано დასახელება. название Потомак. და დაწერილია პატომაკ. Но я смотрю, эта река совершенно по-другому выглядит. მაგრამ ეს მდინარე ძალიან სხვანაირად გამოიყურება კაცო. Она широкая, განიერია, она такая тихая, შვიდია, спокойная. დამშვიდებულია.
Я спрашиваю моего покойного друга Джона, Джон, это та же самая река? და მეგობარ ჩემ ესეთ კი უკვე მიცვალებულ ამ მიწიდან წასულ ასე ვთქვათ მეგობარ ჯონს ვესაუბრები რომ იგივე მდინარე არისო? Он говорит, да, она такая, это та же самая река. კი, იგივე არისო. Но почему она здесь такая другая? მაშ რატომ არის აქ ასეთი განსხვავებული? Потому что она здесь втекает в океан. Она близко იმიტომ к რომ океану. ეს არის ადგილი სადაც ეს მდინარე უერთდება ოკეანეს И я получил откровение. და ესეთი გამოცხადება მივიღე. Вдруг сразу Дух Святой мне сказал, სულიწმინდა მეუბნება უეცრად чем ближе ты к Богу, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან чем ближе ты к этому океану, რაც უფრო ახლოს ხარ ამ ოკეანესთან тем ты достойнее, сильнее и спокойнее. მით უფრო ღირსეული ძლიერი და მშვიდი ხარ Ты никуда не торопишься, არსად გეჩქარება ты не бурлишь, არ ბობოქრობ ты тихо течешь. შვიდად მიედინები Но это тихое течение обладает удивительной силой. მაგრამ ამ შვიდ დინებას აქვს უდიდესი ძალა Я помню, я однажды был в России подростком и был в городе, который сейчас опять Тверь называется. Тогда его временно называли Калининым. ერთ-ერთ ქალაქში ვიყავი კალინინი ტვერი ერქვა მოზარდი ვიყავი ეხლა ქვია Это древний русский город. ეს არის ძველი რუსული И ქალაქი он стоит прямо на реке Волга. და მდინარე ვოლგაზე არის А я тогда занимался плаванием, знаешь, так. მაშინ ცურავდი По აქტიურად 3-4 километра мы плавали так. И пошел и плаваешь 3-4 კილომეტრი ცურავდით ხოლმე в бассейне. ძალიან ბევრია 3-4 О, 3-4 კილომეტრი спорты его, Артубар его, в бассейне. სპორტი ბასენში ცურავდით ხოლმე 3-4 კილომეტრს И ты знаешь, я подхожу к этой реке, а Волга там она... Это не та Волга, которая впадает в Каспийское море еще. და ვოლგა ეს არ იყო რომელიც ჩაიდინებოდა კასპიის ზღვაში Шириной, ჯერ как კიდე вот наша Мтквари, да, вот აი такая. მტკვრის სიგანე ქონდა Да я говорю, я сейчас переплыву ее. გადავცურავ მეთქი ვიფიქრე Мой дядя мне говорит, я тебе переплыву. და ბიძაჩემი მეუბნება რომ ვერაფერსაც ვერ გადაცურავ Чтоб ты от меня на 3 метра дальше не отходил. 3 მეტრით არც კი გაბედო Да ты что, ჩამოცილება я на плавание хожу, что там плыть-то? ცურვაზე დავდივარ რა უნდა კაცო ამ ყველაფერს Я тебе сказал. მე გითხარიო Через 5 минут я понял, почему. 5 წუთის მერე მივხვდი რატომაც Спокойная речка. ძალიან ესეთი ვიზუალურად Я მშვიდი захожу в მდინარე нее, поворачиваюсь лицом к течению, и я Шеу не дивар. могу стоять. შევდივარ სახით უყურებ ესე ვიბრუნდები დინებისკენ დინების საწინააღმდეგოდ და ისეთი Вот этой ძლიერია моей დინება რომ небольшой площади хватает, თავი ვერ შევიკავე და ეს ჩემი ტანის ეს პატარა ნაწილი საკმარისი чтобы იყო такое сопротивление создать, რომ იმდენად დიდი წინააღმდეგობა შეიქმნა что когда я нырнул, რომ აი ჩაუყვინთე და через пару секунд я вынырнул в 5-10 метрах от того места, где я окунулся в წამიღო ამ воду. დინებამ და 5 მეტრში ამოყვინთე რამოდენიმე წამში И потом я уже не хотел ее переплывать. აღარც მქონდა ამ დინარის გადაკვეთვის სურვილი შემდეგ Когда ты приближаешься к Богу, როდესაც შენ უახლოვდები ღმერთს ты становишься таким. ხდები ასეთი Ты становишься спокойным, ხდები მშვიდი достойным, ღირსეული сильным. და ძლიერი Это мир Божий. ეს არის ღმერთის მშვიდობა И еще одну вещь, которую я хотел сказать, когда говорил о нашем единстве как о церкви, но забыл. და ერთ-ერთი რამ რა არის თქმაც მინდოდა ჩვენი ერთობის შესახებ როგორც ერთობის შესახებ ეკლესიაში დამავიწყდა მე თქვა ეხა უნდა ვთქვა Вы знаете, что единство, оно приносит силу. ერთობას მოაქვს ძალა Если есть это единство, თუ არსებობს ეს ერთობა тогда приходит помазание. მოდის ცხებულება Помните этот псалом, как хорошо быть братьям вместе? გახსოვთ ხო ის საგალობელი რა კარგია ძმების ერთობა Это как драгоценный елей, ეს როგორც ნელსაცხებელი არისო который ძვირფას сходит на голову Аарона, на края его одежд. რომელიც აარონის ტანისამოსის კიდეებზე ჩამოედინებაო Там заповедал Бог благословение навеки. იქ აღუთქვა ღმერთმა კურთხევა სამარადისოთ Где есть единство, там есть სადაც благословение. არის ერთობა იქ არის კურთხევა Выходя из единства, выходя из мира, ты теряешь благословение. Божье. გამოდიხარ ერთობიდან გამოდიხარ მშვიდობიდან კარგაო ამასობაში კურთხევას Одну вещь скажу и закончу. და ერთსაც ვიტყვი ვასრულებთ Я помню, в 90-е годы мы собирались в другом зале, и у нас был один брат, который такой был профессиональный протестант. მახსოვს ერთი ძმა ყავდა 90-იანებში პროფესიონალი პროტესტანტი Он подскакивал посреди собрания, мог что-то там ляпнуть, сказать там что-то. წამოხტებოდა ხოლმე მსახურების დროს რაღაცას სისულელეს იტყოდა ხოლმე И мы все время с терпением говорили, ну ладно, ну что-то у тебя есть, но скажи потом, там, не надо
вставать, кричать, не на базаре же. სულ ქონა ხოლმე შენიშნა რა თქმა უნდა რომ რამის თქმა თუ გინდა მე თქვი კაცო რას Я წამოხდები помню, один брат проповедовал, и он говорил, что делами не спасется, человек не спасется делами. და ერთი ძმა ქადაგებდა ეს რაღაც სამობდა რომ საქმეებით ვერ გადარჩებაო. Из контекста Ადამიანი. видно было, что речь шла о делах закона, о механическом исполнении და закона. კონტექსტიდან ჩანდა რომ ეს ადამიანი გულისხმობდა რჯულის მექანიკურ აღსრულებას. Но этот человек вскочил и стал кричать: ложь проповедуете. მაგრამ წამოხდა შუა მსახურებაში და სიცრუეს ქადაგებთო. Если честно, мне хотелось в лоб ему дать. სიმართლე რომ მითხრა, კაი ჩარტყმაც მომინდა. Но нельзя. მაგრამ არ შეიძლება. После собрания опять: брат, дорогой, там, ну нельзя, там, это там. მსახურების მერე ისევ ესე რბილად უთხარით რომ Ты არ же შეიძლება. разделяешь церковь. შენ ხომ ეკლესიის ნაწილი ხარ, კაცო. Открыли Писание. ეკლესიას ყო პირიქით, შენ Открыли ხომ Писание. გადავშალეთ სიტყვა И читаем: остерегайтесь производящих разделение, და მოერიდეთო მათ ვინც გაყოფას იწვევსო, вопреки учению Иисуса Христа. რომელიც ქრისტეს სწავლებას Он говорит: ეწინააღმდეგება. видите, что написано? ხედავთ რა წერიაო? Остерегайтесь только разделений, которые вопреки, а которые в согласии с учением. Их не надо остерегаться. ეს კიდე პირიქით გვეუბნება რომ ნახე რა წერიაო, მოერიდეთ ისა და ისეთ რაღაცებს, რომელიც ყოფს ქრისტეს სიტყვის წინააღმდეგო, მაგრამ ვინც ქრისტეს სიტყვას ეყრდნობაო, ესეც არ უნდა მოერიდო ფაქტობრივად. Но ты знаешь, я уже рассердился и посоветовал ему вернуться в школу и поучиться немножко. და გაუბრაზდი და უთხარი წადი კიდე ცოტა ისწავლე და Потому что, в принципе, Священное Писание говорит, იმიტომ რომ წმინდა წერილში ნათქვამია, что любое разделение, რომ ნებისმიერი გაყოფა оно не от Христа, არ არის ქრისტესგან, а оно от нашей плоти. არამედ სხეულები ხორციელია ეს. Эта плоть восстает. ეს არის ხორცის Эта плоть ищет чего-то своего. ამბოხი. ხორცი ეძებს თავისას. И могут быть какие-то разногласия. ეს შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოებები, ხო? Но когда разногласия превращаются в войну, მაგრამ როდესაც ასეთი უთანხმოება გარდაიქმნება ომში, это значит, плоть победила. ნიშნავს იმას, რომ სხეულმა გაიმარჯვა. А когда есть единство, მაგრამ როდესაც არსებობს ერთობა, тогда есть благодать, არსებობს მადლი, тогда есть помазание, არსებობს ცხებულება, тогда есть слава Божья. არსებობს ღმერთის სიდიადე. Видите, как это важно? ნახეთ რა მნიშვნელოვანია И мы не ეს. можем иметь это და ჩვენ ეს ვერ გვექნება без смиренно мудрия, кротости, თავმდაბლობის долготерпения, თვინიერების, სულგრძელების გარეშე, без любви. სიყვარულის гარეშე. Но если у нас есть все эти качества, მაგრამ თუ ყველა ეს თვისება გვაქვს, но они не привели нас к единству, მაგრამ არ გვიყვანა ამ ყველა თვისებამ ერთობასთან, значит, мы очень сильно что-то не так поняли. ესე იგი რაღაც ისე ვერ გავიგეთ, თან ძალიან ვერ გავიგეთ რაღაც. Братья и сестры, დებოდა ძმებო, мы должны стремиться, чтобы Христос изобразился в нас. უნდა ვესწრაფოთ, რომ ქრისტე იყოს განსახიერებული ჩვენში. Раньше мы пели такую песню: ადრე გალობდით ასეთ საგალობელს. «Я хочу быть таким, как ты, Иисус. მინდა ვიყო როგორც შენ ხარ ქრისტე იესო. Я хочу любить, как ты любил. მინდა მიყვარდეს ისე როგორც შენ Хочу მიყვარს, прощать, как ты прощал. როგორც შენ პატიობდი ისე ვაპატიო. Я хочу быть таким, как ты, მინდა ვიყო Иисус». შენნაირი ქრისტე იესო. Мы снова должны петь эти песни. უნდა აღვადგინოთ ტრადიცია ამ Мы снова საგალობლების. должны говорить это в наших молитвах, Господи. უნდა უთხრათ ეს სიტყვები ლოცვებში Это ღმერთს. снова должно жить в нашем сердце. ეს უნდა ცხოვრობდეს ჩვენს გულში. Давайте мы встанем и помолимся. მოდით წამოდგეთ და И ველოცოთ. пускай братья, которые будут проводить вечерю, выйдут вперед. ძმები გამოვიდნენ, რომლებიც წარუძღვებიან ზიარებას. Отец, мы молимся во имя Иисуса Христа. მამა ჩვენ ლოცულობთ იესოს სახელით. Мы благодарим Тебя, Господь, მადლობას გიხდით, за то, что Ты Бог живой, истинный, славный, чудный Бог. ჭეშმარიტი საოცარი ღმერთი ხარ, За то, что Ты помощь наша, сила наша, რომ ჩვენი დამხმარე ხარ და ჩვენი ძალა надежда ხარ, и наше упование, ჩვენი Господь. იმედი, ჩვენი საყრდენი. Господи, мы без Тебя не можем сделать ничего. შენ გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. Ни одного волоса не можем сделать белым или черным. ვერც ერთ მას ვერ გავათეთრებთ, ვერ Мы გავაშავებთ. мало что можем изменить в своей жизни или в жизни других людей. ვერაფერს ცოტა რამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში, სხვა ადამიანების ცხოვრებაში. Мы нуждаемся в Тебе, Господь. ჩვენ გვჭირდები შენ. Пускай Твой Дух Святой придет შენი სული წმინდა მოვიდეს и сделает нас похожими на Тебя. და დაგვამსგავსოს შენ თავთან. Вот сейчас мы собираемся провести вечерю, Господь. აი ეხლა გვექნება ზიარება И мы провозгласим, Господи, что мы едины с და Тобой. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვართ ერთნი შენთან. Аминь, Господи. ამინ.
Да будет так. და აი ასე იყოს. Пусть мы будем едины с Тобой. და აი ვიყოთ ერთნი И შენთან. все в нашей жизни прославит Твое და имя. ყველაფერმა განადიდოს შენი სახელი ჩვენ ცხოვრებაში. Аминь. ამინ.